Თქვენი აი ესე უეცარი გამოშვება ციხიდან. ჩემ შემთხვევაში ცოტა სურათი განსხვავებული იყო, იმიტომ რომ აქ ეს პირამდენი მანქანა არ იდგა და ხალხს არ იყო, საერთოდ ცოცხალი არსება არ იყო, რა ხალხი არ იყო და ტელეფონიც არ მქონდა რომ დამერეკა და მე თქვა ვინმესთვის რომ უკვე გარეთავარ და რა არის მომაკითხე წამიყვანეთ. ყინავდა, ბევრად რუსიცივე იყო ვიდრე ახლა არის, ვიყავი მაისურით. აი ყავარო ჩანს ლავაცერია. იქნებთო მარტო შუქიან, ყველაფერი მყარი იყო და იქ გადავირბინე მახსოვს რომ მეთქი იქნებ შევიდე გავთფიან ტელეფონი ქონდა დამარეკინე თქო და კაცშვილი არ იყო იქაც. მე აი ქორდა საინფორმაციო რაღაც აწერე კაცი რო დგას. იქ დავაკაკუნე ვიღაც კაცი იყო და ტელეფონი ვანახა დამარეკინე თქო უფლება არ ამაქვს, მე შევტრიალდი აი პუტკარო არის ჯიხური დაცვაიშდა და იმას თხოვე ტელეფონზე და დამარეკინე თქო მითხრა უფლება არ ამაქვს, მე ისე შიგნი შევედი და დაცვის ვიღაცა თანამშრომელი იყო, რომელსაც უთხარი დამარეკინე თქო უფლება არ ამაქვს და მაშინ ეს არის ადმინისტრაციაში რომ მაშინ იქ შევა დავждები გავთრები თქო და არ შემიშვეს უფლება არ აქვს და ბოლოს შემპინე რომ აი ამას გააღებდნენ ეს ხო ის რაღაც საზოგადოებრივი მოსაცდელი თუ რაღაცა ამას გაგიღებ და ავანთებთო და გამოვედი აი აქ ვიდექი 1-20 წუთი ველოდებოდი რომ გაიღოთ ეგეც ვერ მოაგვარეს და მე უბრალოდ ვიღაცამ ტაქსი გაჩერდა სულ შემთხვევით და იმ ტაქსს ჩაუჯექი მანქანაში და ეგრე გავთვალე. ეგრე გავატარე და ახლა 45 წუთი აქ ხინო. ხო აი თქვენი ამ შემთხვევის შემდეგ ყველა უკვე როცა ველოდებით ხოლმე პოლიტიკურ ლიდერებს ვინც უნდა დატოვოს საპატიმრო 8 საათზე აქავართ რომ მაგის გამო რომ ხო არ იცი. და უკვე რა ვიცი თითქმის 10 საათია და არაფერი არ არის. 8 საათი რო გესმოდეთ არის ყოველდღიური რუტინული საკნის შემოწმება. ანუ ყოველ დღე მიხვდეთ გიშვებენ არ გიშვებენ ყოველ დღე დილით 8 საათზე მოდიან კარებს აღებენ, შენ უნდა გახვიდეს საკიდან, ბადრაგი შემოდის, საკანს ამოწეს, მე გადიან, შენ ისე შბრუნდები და კეტავენ. ანუ მაგ შემოწების შემდეგ მე გავამიყვანეს და აი რაღაც ამდენი ადმინისტრაციის შენობაში უბრალოდ გამატარეს, 2 ფურცელზე მომაწერინეს ხელი, ერთი მომწეს, მაგრამ შენი ასლია, ერთი უნდა დაიტოვეს და შე გამიშოს გარეთ. მეტი არაფერი არ გასაკეთებელი არც ნიკას შემთხვევაში. ანუ თავისად შეიძლება ეხა უკვე გარეთ იყოს. რამდენი ხანი, მაგრამ რატო არ უშვებენ არ ვიცი. ეს რაღაც ფსიქოლოგიური ზეწოლის კი მასას და ამ ხალხსაც აწვალებენ რომ გალოდინებენ უბრალოდ რომ მეტი შინაარსი არა. ჩემ შემთხვევაში თუ მოხერხდა 10 წუთში გარეთ გამოყვანა საკრიდან 10 წუთში გარეთ ვიყავი, ნიკას შემთხვევაში გასაგებია შესაძლებელია. შესაძლოა ძალიან მალე ისევ მოგიწიოთ აქ. შესვლა აბსურდული ბრალი, საქმის მასალები, სადაც ვერ გაიგეთ რომელი ბრალი ვის საქმეშია და რაღაც ქაოსურად არის სალმოქმედი. შეუძლებელია მაგის გაგება, იმიტომ რომ არის 8 ადამიანი, ამ 8 ადამიანიდან მაგალითად პრეზიდენტ სააკაშვილის შემთხვევაში საერთოდ სხვა მუხლია ბრალი, დანარჩენი 7 ადამიანის შემთხვევაში 4-ზე არის 1 მუხლით ბრალი და 3-ზე არის 2 მუხლით ბრალი. სხვადასხვა რაღაცეები და ეს მასალები არის უბრალოდ არის 53 იყო მგანა 2 ტომი კიდე დაამატეს ანუ ჯამში ქონი 45 ტომია 45 ტომში ეს არის ნაბეჭდი ტომი მაგრამ ამის გარდა არის კიდე საათობით ვიდეო მასალები და ვითომ ფარული ჩანაწერები ქუჩაში გადაღებული და ამ შემდეგ ყველაფერი ერთად ჩაყრილი, ანუ რო წაიკითხო, ნახო, ერთი ნახავთ, რომ 80% მასალების ჩვენი საერთოდ არ არის. არის არასამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების, აი ოფისების ჩხრეკის ოქმები და მათი დაკითხვის ოქმები და სასამართლოში გამოკითხვის ოქმები და აი რაღაც ეგეთი რაღაცებია, რომელსაც და პირადი ამონაწილე მათ შორის აი შენი ბანკის ამონაწილე შეიძლება იყოს ჩემს საქმეში, აშუაში ვერ გაიგებ საერთოდ რა. ეგრე არის უამრავი ადამიანის. ეს ჩაყარეს რაც ხელში მოხდა. ყველაფერი ჩაყრილი ერთად და რავი ათვარიელებ და ვერც კი ხვდები საერთოდ შენთან რა კავშირია, ან საერთოდ რა არის ეს რა შუაში აქ რატომ მოხდა არის რაღაცა საერთაშორისო მიმოწერები და ოპოზიციის ლიდერების ნაწილს გედავლებიან სანქციებს ითხოვდით და ამიტომ ეგ არის ერთ მუხზე ოღონდ მაგასაც ვარაუდობთ რომ იქ არ წერია მაგას ვარაუდობთ რომ როცა ლაპარაკობენ რომ რაღაცა მტრულ სახელმწიფოსთან თანამშრომლობ ქვეყნის დასუსტებით მიჯნით იმის გამო რომ მაგათა აქვთ რაღაცა საქმეში არის რომელმა ქვეყანამ ვინ დაასანქცია ვარაუდობთ რომ ეტყობა მაგას გვედავებიან რომ ჩვენ რომ ვამბობდით რომ სანქციებზე მუშაობთ და რადგან ამ ქვეყნებმა დაასანქციეს ისინი ამათ ესე განიხილავენ ამ ქვეყნებს მტრულ ქვეყნებად სავარაუდო და ეტყობა იმათ რომ ველაპარაკებთ ესენი დაასანქციეთო ეს გვეთრება ქვეყნის დასუსტ აი ვარაუდია თუ იქ არაფერი ეგეთი არ წერია ისე როგორც იმ რაღაცა იმ წყალებში ეგეწოდებული საბოტაჟის იმაში საერთოდ რა ხდება ვერ გაიგებ და ერთადერთი ხადაც პოლიტიკოსები ნახსენები არიან არის დაახლოებით 20-მდე პოლიციის ჩვენება რომლებიც საფრებს ხვებიან ანუ განსხვავებით ამ სინდისის პატიმრობის საქმეების სადაც ეს პოლიციელები სასამართლოში ყვებოდნენ რომ მე ქვა მომხდა მე რაღაცა ესე დავზიანდი მაგრამ რო ეკითხებოდი რომ აი ხალხიდან ვისაც ხედავთ განსაჯერის სკამზე ვინმეს
გამოიცნობ თუ არა რომ აი ამან გესროლა ამ რაღაც დააშავა, ყველაზე ხო იზახდე რომ არა ეს ხელს ვერ დავადებ ვერავის. მიხედავთ მაგის მაინც ხო ჩასვეს ეს ხალხი ციხეში. ჩვენ შემთხვევაში ამ შეცდომას ითვალისწინებენ და უბრალოდ პოლიციელები დააყენეს 1-2 ადამიანი, რომლებიც ყვებიან ზღაპრებს. იქ არის მარტო ჩვენი გვარები და სახელები ნახსენები მეტი ასად არა. სადაც ისინი ყვებიან რომ დავი პირობითად. მაგალითად ყველა პოლიციელი მე მომიხსენიებს ეს ხო შევა დამიძახო ზურა ჯაფარიძე, შევა დამიძახო გიჩ ჯაფარი, შემიდა დამიძახო რა ზურა გიჩ მილიონი ამ შეიძლება ჯაფარა და რადგან დამიძახო. ყველა პოლიციელი შეიძლება მე ერთნაირად მეძახდეს ზურა ჯაფარიძე მძიმე იგივე გიჩი. ანუ ყველა შეიძლება დაკოპირებული ერთ და იგივე და ყვებიან რაღაც ზღაპრებს რომ ვითომ დამინახეს მე ხალხს როგორ ვაქეზებდი და მოუწოდები პარლამენტის შენობის აღებისკენ თუ რავი რაღაც ხო, თუმცა ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სასამართლოს რეალური მტკიცებულებების გარეშე გამოაქვს გამამტყუნებელი გადაწყვეტილება და ამ შემთხვევაში თქვენი მოლოდინი რა არის და რაზეა დამოკიდებული სასამართლოს გადაწყვეტილება რომ შეგაბრუნონ ციხეში? მე მგონი ამას რამდენიმე საქმე ერთი ზოგადად გონია რომ როცა 9 პოლიტიკური ლიდერი გიზის გასაჯერის კაცი ხო გასაგებია რომ არც ერთი დასავლური ინსტიტუტი საქართველოს რაღაცა საქართველოს დასავლთან ინტეგრაციაზე ხელს არ მოაწერს ხო ანუ მაგის თავარი მიზანი სტრატეგიული მიზანი არის ეს რომ თუ კი რამე შანსი არსებობს კიდევ რომ ევროინტეგრაციისას დაუბრუნდეთ ეგზა საერთოდ გაანადგურო მაგრამ ტაქტიკური მიზნებიც აქვს ერთი რომ მე მგონი უნდა ყველა ერთად დავესვით აი დაწყებული რაღაცა ბადრი მამუკა მე ნივარამია მელი რაღაცა მიშა ყველა ერთად დავესვით და აი სურათი დაეხატათ რომ აი ეგრეთ წოდებულ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას ასამართლებენ რასაც ბიძიმანიშვილი დაპირდა თავის ამორჩევას გონებას ხო ამორჩევის ნაწილს მეორე მიზანი ის არის რომ მაგაზე უნდა იფიქრო რავი ხო თეში ორჯერ თუ პროცესი გაქვს ხო ხდება 55 ტომი რო არის და 8 არიც თან შენ რა მოგემართება რა არის შენზე რა არ არის შენზე დროს და რესურს მოიქოს ხო რა უნდა დაპირო მინიმუმ რაღაცა სისულესო გაბრა რა წარმოგიდგენთ ჩემზე არის რაღაცა ახალგაზრდული ბანაკის რაღაც ჩანაწერები და იქ რა საათობით არის რა რას მედავებიან არ ვიცი უნდა დაადგე უნდა მოусვინო და მე იფიქრო რომ აი ამას თუ მე ამას თუ ეს სიტყვა თუ ესე გაიგეს ამაზე რა უნდა უპასუხო ეგეთ რაღაცებს უნდა ხარჯო დრო იმის მაგალითად რომ იმაზე იფიქრო მართლა როგორ მოიშორო ესენი თავიდან და ნუ არ ვიცი ხა გადაწყვეტილი წინასწარ აქ თუ არა მაგრამ დროთა განმავლობაში გამოჩნდება აქ თუ არა გადაწყვეტილი ვის სვამენ და რამდენი ხნით სვამენ და ნუ ხო ეგეც ხა ის არის ფსიქოლოგიური მომენტია რა მოგდმოლებდის რეჟიმში ხარ რომ შეგაბრუნებენ არიცი რაღაცებზე ვეღარ კონცენტრირებ და ვეღარ ფოკუსირებ ანუ ეგეთ ტაქტიკური პატარა რაღაცა ისეთი იაფასიანი ბიზნესებიც აქვს ხო თქვენ ახსენეთ რომ აი ერთად თქვენი თავმოყრა ერთ დარბაზში სურდა პროპაგანდისტვის რომ აი ერთი საერთო რადიკალების ჯგუფი ხო რაღაცა და მეორე მხრივ ხო არ შეიძლება ეს გახდეს ასევე თქვენი სიძლიერე იმიტომ რომ საზოგადოების დააკვეთა ბევრჯერ იყო ერთიანობა თქვენ მუდმივად ამას ითხოვდით რომ ეს იყო გამარჯვების ფორმულა ახლა თუ არის რამე სიახლე ამ მიმართულებით რომ ადამიანებმა დაიჯერონ რომ ამჯერად სიტყვას ფასი ექნება და თუ ხელს ჩამოართმევთ ერთმანეთს ერთად დადგებით ამას ექნება მყარი საფუძველი და არ შეიცვლება შემდეგ უკვე რაღაცნაირად ეს მოცემულობა როგორც ადრე ვიხილეთ და რამაც გამოიწვია საზოგადოების ნაწილში იმედგაცრუება და ეხლა არის საუბარი ცალკე პოლიტიკურ პარტიებს შორის არის მოლაპარაკებები რაღაც დოკუმენტის დრაფტიც არის მომზადებული ცალკე არის ხოლმე სამოქალაქო ჯგუფებში ასევე რაღაც ერთობისკენ მოძრაობები ვნახოთ საბოლოო ჯამში აქეთ რა გამოვა ეს პროცესი სანამ მე გამოვიდოდი ციხე და მანამდე არის დაწყებული ჩემი პოზიცია არ შეცვლილა ჩემი პოზიცია არის ეგეთი რომ ერთობა უნდა იყოს ყველაფრის საფუძველი ერთობისთან ხო ეს თქვენ თქვით როგორც კი გამოხვედით ციხიდან თულად წარმოსადგენია ესეთი ბრძოლის მოგება როცა მეორე მხარეს რუსეთი დგას დანარჩენი ვნახოთ რა მე შემიძლია საჯაროდ ვთქვა რომ ჩემთან თუ ვინმეს ჩემთან გაერთიანებაზე თუ ვინმეს რამე პრობლემა აქვს რა მითხრას უბრალოდ არ ვიცნობ ეგეც არ არის თუ ვინმეს რამე პრობლემა აქვს მითხრას და რა მოვაგვარებ მაგრამ ეს კონსულტაციები მიმდინარეობს აქტიურად კი ეს კონსულტაციები მიმდინარეობს აქტიურად კი მე რაც გამოვიდა ეს კონსულტაციები მიმდინარეობს არსებობს ხედვა ჩემი აზრით როგორ უნდა მივიდეთ გამარჯვების სტრატეგია რა უნდა იყოს და ეს არის საბოლოო ჯამში ხალხის მაქსიმალური მობილიზაცია მე მგონი ამ ხედვას ყველა იზიარებს მაგრამ არსებობს რაღაც კონკრეტულ ტექნიკურ რაღაცებთან დაკავშირებით ხედვებში რაღაც პატარ-პატარა განსხვავებები ამ საბოლოო ჯამში როგორ ჩამოყალიბდა ეს ამბავი ამას დაგაჩვენეს მაგრამ ბევრს წარმოუდგენია ცოტა რთულად ეს პროცესი იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილის ბოლო პოსტები თუნდაც არის რბილად რომ თქვათ კრიტიკული ისეთი ბრალდებები ისმის თითქოს ვიღაცა ფინანსდება საერთო წყაროებიდან და ასე შემდეგ და ამ ფონზე გაერთიანებაზე ცოტა რთულია საუბარი და თქვენი გუნდის მისამართითაც სააკაშვილის კრიტიკა გვახსოვს იქ დაფინანსების წყაროებთან დაკავშირებითაც მაგრამ აი ბოლო პროცესზე ორშაბათს გვარამია და სააკაშვილი ზუსტად იმ რაღაცა შუშის გალიაში ერთად იყვნენ და ეს მე მგონია რომ მაგ მსგავსი რაღაცებიც რო ხდებოდეს მაგის მაკედონ ერთადერთი გამოსავალიც არის ისე ძალების გაერთიანება თუ ერთობა იქნება ეგეთი რაღაცები მორჩება თუ ერთობა არ იქნება ეგეთი რაღაცები არ მორჩება დაუსრულებელი ამბავი იქნება ეს თავად სააკაშვილმა დაწერა ამ სასამართლოს ხმის შემდეგ თუ ვერ ვთანხმდებით წარსულზე შევთანხმდეთ მომავალზე
კი, მე და მანაც ვისაუბრეთ სასამართლო პროცესზე, ჩემს უკანეში და რაღაცები გავიარეთ რა. და ვისაუბრეთ და კი რა, ჩემი აზრით, ეგეთი რაღაცები ვარ ხდებოდეს, მანდაც ერთადერთი გამოსავალი არის, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ყველა ერთ ნავში. და მაგის გააზრება უნდა იყოს, ჩვენ ვართ ყველა ერთ ნავში და ან ყველა ერთად ვიძირებით, ან ყველა ერთად ვიმარჯვებთ და თუ ერთად ვიქნებით, მართლა გააზრებოთ იქნებით, მაგ შემთხვევაში ეგეთი რაღაცების მორჩება. და მათ შორის ეგ ანიშნავს რაღაც ხშირად კრიტიკული არ თქვა არავის არაფერი, მაგრამ ისე იტყვი და მაგის ნიჭი და უნარი ყველას აქვს. ვინც ამ პოლიტიკურ ველზე არის, რომ რაღაცა ერთმანეთი არ ააფეთქო და ერთმანეთის წყობიდან არ გამოიყო და ერთმანეთი არ გააგიშო. შესაძლებელია ეგ. მე მიკრიტიკებია, მე პირადად მიკრიტიკებია ყველა. მიკრიტიკებია ნაციონალურ მოძრაობას, ვინც კი არის ყველა გამიკრიტიკებია რაღაცაზე. ხო, კრიტიკა ერთია, მაგრამ ბრალდებები კონკრეტული რაღაცა. ყოველთვის ვაკეთებდი ისე, რომ რავი, ჩემთან მიმართებაში არავის არ აქვს რაღაც ეგეთი გარდაუვალი წინააღმდეგობა, რომ მე დამელაპარაკოს და ჩემთან ერთად რაღაცა გააკეთოს. ხოლმე და ხოლმე იმის გამო, რომ არასოდეს პირადი თავდასხმები არ გამომიყენებია. ამაზე ესაუბრეთ მოასწარით სააკაშვილთან საუბარი სასამართლოში, აი მისი ბრალდებები რაც იყო. კი, არა, ესე კონკრეტულად ხა დედმაზე კონკრეტულ პოსტებზე ნამდვილად არ ჩავძებე, მაგრამ ზოგადად რაღაცებზე ვესაუბრეთ. თვითონაც ვესაუბრე. ანუ როგორც ჩანს რაღაც ეს ნაწილი აღარ გამეორდება და რაღაც უფრო კონსტრუქციულ დიალოგში არ გამეორდება, მხოლოდ ნახოთ ეგეთი რაღაცები არ გამეორდება, მხოლოდ ნახოთ იმ შემთხვევაში თუ იქნება გააზრებული და გულწრფელი ერთობა. მარტო მაგ შემთხვევაში თუ იქნება გამყოფი ხაზები, სხვადასხვა ხაზები, რითიც პოლიტიკური სპექტრი იქნება ერთმანეთისგან დაყოფილი, მაშინ ეგ რაღაცები არ დასრულდება, როგორც აქამდე არ დასრულდა, ისე არ დასრულდება არც მე. ეგრე მაგის მჯერა მე. რატომ არ დადის ოპოზიცია რეგიონებში, რატომ არ ხვდება მოსახლეობას? ამ კუთხით გააქტიურებას ხომ არ აპირებთ, იმიტომ რომ გაჩენარისთვის, ანუ რეგიონებში უბრალოდ რომ დაილაპარაკოთ. გამოვედი ვიყავი, ზუგდიდში ვიყავი ჩასული, ბათუმში ვიყავი ჩასული, ჩხოროწყუში ვიყავი ჩასული, იქ სადაც აქციები არის, ჩავედი, ვაპირებ ქუთაისში ჩავიდე, იმიტომ იქაც არის აქციები, ვაპირებ გორში ჩავიდე, იმიტომ იქაც არის მუდმივი აქციები, შეიძლება ბევრი ადამიანი არ დგას, მაგრამ ვინც დგას, მათ გასამხრებლად ვაპირებ რომ ჩავიდე. იმ ადამიანების გასამხრებლად, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილი, ჩასვლას რეგიონის ჩემი აზრი აქვს. აი თქვენ რომ წახვიდეთ, უბრალოდ სოფელში დაუგეგმავთ, წინასწარ შეთანხმების გარეშე მიხვიდეთ. არა, შიში არის და ადამიანები არ გელაპარაკებიან მაგის ახსნა მინდა. ვინც უკვე კრიტიკულად არის განწყობილი და ვინც ბედავს გამოსას, იმათ გასამხრებლად ჩასვლას აზრი აქვს, მაგრამ ის რომ შეშინებული ადამიანები გამოვიდნენ და დაგელაპარაკონ, არ ხდება უკვე წლებია მაგის პრობლემა და მაგას ულაპარაკობ მე. მე ხო ის არ ჩადიხარ და შეიძლება რაღაც ორ ადამიანს დაელაპარაკო და მე იმას წონი რა ვიცი. ხმა როგორ მივაწვინოთ ამ ადამიანებს, ამისთვის შეიძლება თუ არა იქცეს ტელევიზია და მათ შორის ოთხქსელები რითიც შეიძლება ხმა მიაწვიონ ადამიანებს. მაგამდე სანამ მივაწვი ხალხი აქეთ გამოვა, მაგასაც ჭირდება აქეთკენ ჯერ ძალების გაერთიანება, ძალის ჩვენება, რომ იმას შიში დაძლევს და გარისკოს, იმიტომ რომ გამოჩენა და მათ შორის გაპროტესტება რაღაცის ყოველდღურად უფრო ძვირდება. შეიძლება დაგიჭირონ, შეიძლება დაგაჯარიმონ, შეიძლება ციხეში ჩაქსონ, შეიძლება ქცემონ, შეიძლება სამსახურიდან გამოგაგდონ მილიონ რაღაცა და ამიტომ ადამიანი არ რისკავს თუ არ დაინახა რომ ამ გარისკო უღრის და გარისკო ადამიანებს მასიურად მაშინ შეძლებენ და გარისკამენ, როცა დაინახავენ, რომ არსებობს რაღაც ადამიანების გუნდი, რომელსაც აქვს ძალის ცენტრი, ასე ფართო მასების ხარდაჭერა. ხო, ძალის ცენტრი მე არ მიყვარს, ეგ ძალიან ტექნიკური ტერმინია, ცოტა ისე ჟღერს, მაგრამ ადამიანების გუნდი, რომელსაც აქვს მაღალი ლეგიტიმაცია, ანუ ყველაზე მაღალი ხარდაჭერა მოსახლეობიდან და ეს ადამიანები თავაზობენ მას გასაგებ გზას გამარჯვებამდე. მე თუ დავინახე, რომ შენ და შენ ხართ, იმდენი ხალხი მოყვებათ, რომ მომგები ხართ და თუ დავინახე, რასაც მეუბნებით, ეს ჩემთვის გასაგები გზა არის, მაშინ გავრისყავ და გამოვალ და რომს დამიჭირონ, რომს ცემონ, რომს რაღაცა შეიძლება მიღირდეს ამის გაკეთება და ეხა არა ვარ ჯერ მაგ მოცემულებაში და ამიტომ რეგიონში ეს უბრალოდ სიარულს აზრი არ აქვს გასამხრეებლად კი, მაგრამ ის რომ ხალხი რაღაცაში დაარწმუნო და აქეთ გადმოიბირო და გადმოიყანო ნაკლებად ფიზიკურად კონტაქტს ვერ შეძლებს მაგიტომ. ხო, ფიზიკური კონტაქტის გარეშე მათთან საკომუნიკაციოდ შესაძლოა თუ არა იყოს ეფექტიანი გზა მათივე, ანუ ქართული ოცნების პროპაგანდისტული არხებიდან მათთან კომუნიკაცია და ლაპარაკება დებატებზე რას ფიქრობთ, ანუ ცოტა აზრთა სხვადასხვაობა ისევ ოპოზიციის მომხრეებში ამაზე. მე მგონი მან თავი პრობლემა ისაა რომ დებატები იქნება თუ რაღაც სხვა თემა იქნება პერმანენტულად ხდება, არც ორ კვირაში ერთხელ ხდება, რომ რეჟიმი შემოაგდებს რაღაცა თემას, სადაც აქეთკენ საზოგადოება იხლიჩება. ეგ ახლა ჩვენ მგონია მან პრობლემა, ანუ არც იმაში ვხედავ რაღაცა კატასტროფას, რომ ქსიამდეში ხო ყველას ჩემთან მიმართებაში მაგალითად მე არ მინახია ჯერ ადამიანი, რომელსაც რამე პრობლემა ექნება და მე რო უთხარი კობახიძეს მოდი დავი დამიჯექი და დავილაპარაკოთ ერთი. ამას ვაკეთებ ყოველ ჯერზე, რამდენჯერაც კობახიძე და რეჟიმი გამოვიდა და იძახს რომ ჩვენ რაღაცა ლაპარაკი რო დავიწყოთ, იმდენჯერ ჩემ გაპასუხე რომ მოდი აი კონკრეტულად შენ, კონკრეტულად მე დამიჯექი სადაც გინდა და ამაზე პრობლემა არ აქვს არავის, იმიტომ რომ არავის არ აქვს ბოლოდინი რომ ეს დებატი მიიღებს ისეთ სახეს, რომელთაც შეიძლება ნორმალიზაცია მოხდეს ურთიერთობების ან რაღაცა რა ირიბად მოხდეს აღიარება ვიღაცის ლეგიტიმაციის და ასე შემდეგ. არავის აქვს. სინამდვილეში ხო პრობლემა ესაა, რომ ნდობა არ არსებობს თუნდაც იმ ადამიანების მიმართ, ვინც
თანხმდებიან ეგეთი ტიპის დებატზე, რომელიც ამ დებატი არ არის, არის დადგმული რაღაცა სპექტაკლი პროპაგანდისტულ არხზე. და ყველა ხედავს ისა. ფედერალისტების ხედვა ნახე მაგალითად ფედერალისტებს ასეთი პოზიცია ჰქონდათ თუ დებატებზე უჯდებით მთავრობას კობახიძეს ამ შემთხვევაში ხო ამ შემთხვევაში მე თუ ამ მთავრობას დაელაპარაკებიან საერთაშორისო პარტნიორები და ამით ლეგიტიმაციის მოპოვებას შეეცდება კობახიძის გუნდი მე პრეტენზია ნუ გექნებათ ფორმას აქ გააჩინა როგორ გააკეთებ მაგის ხომ და ჯერეთი არ უჯდები მთავრობას უჯდები ვიღაცას ვისაც ვის ხელში დღეს არის დე-ფაქტო ძალაუფლება და ექსპლუატაც არ ნიშნავს რომ აღიარებ იმის ლეგიტიმურობას ლეგიტიმურობის აღიარება რას ნიშნავს ნიშნავს რომ აღიარებ რომ ის არის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ ლეგიტიმურად არჩეული მაგის აღიარების გარეშე შეიძლება აღიარო ის რომ იმის ხელში არის ძალაუფლება რაც არის რეალობა ამას აღიარებ თუ არ აღიარებ რეალობას ვერ გაექცევ და შეიძლება დაუჯდე ეგეთ ვიღაცას ვის ხელში არის დღეს ძალაუფლება მაგრამ რაზე დაელაპარაკები როგორ დაელაპარაკები მაგას აქ ყველაფერს მნიშვნელობა ამიტომ ვიძახი რომ ნიუანსებს აქ მნიშვნელობა მაგის თქვა მინდა სინამდვილეში პრობლემა ჩვენი ის კი არის რომ ვიღაცა დებატზე ჯდება ეგეთ წყალებში დებატზე ან არ ჯდება პრობლემა არის ის რომ ვიხლიჩებით ეგეთ რაღაცეებზე გაყოფილები ვართ ეგეთ რაღაცეებზე და ვიწყებთ აქეთ ხარის ხოცვას და იმათი მიზანი ეგ არის იმათ ეგეთ წოდებულ დებატებს მიზანი არ აქვს რომ ადამიანებმა დებატებს უყუროს იმ წუთში და ნახოს ვინ უფრო ჭკვიანი მათი მიზანი არის რომ პროპაგანდისტული გზავნილები გააჭროს კობახიძე რომელსაც მე მოჭრიან დაჭრიან რინსება შოვტება და რაღაცება და გაუშვან სოციქსელებში სადაც ვერც გაიგებ მეორე მხარე საერთოდ ამას ლაპარაკობს ჩანს როგორი ბზნული სახით ლაპარაკობს ჭკვიანო რაღაცებს კობახიძე და ისვრის ისევ ამ პროპაგანდისტულ მეშინებს ეგ არის მაგის შინაარსი და აქეთ ხარეს როცა ჩვენ ვიხლიჩები და ერთმანეთს ხოცავთ ეგ არის მაგათი მიზანი არის მიღწეული და იმათ თავის ნაწილში მაინც თავის აუდიტორიას ისეთ მაცდელად ის უთხრეს და აქეთ კონ ჩვენ გახლიჩეს და დაანახეს სურათი რომ აქეთ გახლიჩლები ვარ და ეს არის ჩემი თავარი ამბავი რომ აქეთ უნდა დასრულდეს ეს ამბავი აქეთ არ უნდა ვიხლიჩებოდეთ სხვა თემებზე იქნება ეს წყალებში ეგრეთ წოდებული რაღაცა თვითმმართველობის არჩევნების შესვლა არ შესვლა თუ ბევრი სხვა რაღაცეები ეგეთ თემებს ეგენ იპოვიან ყოველთვის პრობლემა გვაქვს აქეთ ამ ხარეს რომ ვიხლიჩებით მაგაში კიდე გავანებოთ თორე აქეთ ხარეს თუ ერთობლივად ვიქნებით რასაც გავაკეთებთ ერთობლივად, ყველაფერში გადავხევთ იმას, რასაც ერთობლივად გავაკეთებთ. ხო, ეს ერთობლიობა და საერთო გადაწყვეტილებებია პრობლემა ნამდვილად. კი, ეგრე არის, თუ აკეთებ ერთობლივად, თუ იქნები ის ვეღარ დაგიწყებს, თუნდაც მაგალითად ის ვეღარ დაგიწყებს cherry picking-ს, რომ შენ ჯაფარას არ დაუჯდები, მაგრამ აი ვიღაცას კონკრეტულად დაეკონტაქტოს და აი შენ მოდი, აბა შენ დაგვიჯექი და მოდი ამ თემაზე დაველაპარაკე. მაგრამ მე სხვა მექანიზმი ერთობა. აქეთ თუ ერთობა არ არის და ვიღაცა დადის იქ და იზახის რომ მე, რავი, საკუთარი თავი მაინტერესებს და ჩემი რაღაცა პარტიის იდენტობას ვაშენებ, მაშინ რავი, წავა ახლა წყალებში იმას დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრთან დაждდომა ბუსტი არის ნებისმიერი იმისთვის, რავი, პოლიტიკოსობა უნდა, ვისაც საკუთარ პარტიის იდენტობაზე მუშაობს, რატო არ უნდა დავიბუსტო? მე თუ ჩემი პარტიის იდენტობა მაინტერესებს, ჩემი პარტიისთვის წავალ და ვიდებატებ და გამოჩნდება, რომ მე კარგად ვიდებატებ და შქურები ჩაეწერება ჩემ პარტიას. თუ მაგაზე ლაპარაკება, აქეთ თუ არის ერთობა მართლა, მაშინ ის რომ ვიღაცას ეკონტაქტება, აქედან არის ერთიანი პასუხი, რომ არა. აი, რავი, გიო მოვიდა ვაშაძე, ხო? ამას კი ნუ ელაპარაკები, რომ ეს მოდი. აი, თუ გინდა გიო ვაშაძე მოდი და გელაპარაკება შენ იმაზე როგორ უნდა იყოს სახელმწიფო სერვისები. დაჯიქი და დაელაპარაკე. ჩვენ უკან ნახეთ მაშინ აქედან პირობებს, მაგრამ მაგას ახლა ვერ ახერხებ, იმიტომ დაგსაქსულები ვარ. რასაც ახერხებენ ისინი არის, რომ ჩვენ გავიყოფით და ხოცავთ ერთმანეთს. უნდა იყოს დებატი თუ არ უნდა იყოს დებატი. უნდა წავიდე თუ არ უნდა წავიდე და ეგ არის პრობლემა ჩემი. მე მაინც ხარს უჭერო ზურა ჯაფარიძის და ირაკლი კობახიძის დებატები შედგეს. მართლა ხარს უჭერო. ისე მოწვა ხო არ მიიღიათ. არა, ყოველ ჯერზე უარს მეუბნება. აი ერთად როგორც ეკუთვნი, ეგრევე გამოვიდა. ერთად ვართ აქ და კიდე ერთხელ იმედია ზურა დაგთანხმდება, რომ ირაკლი კობახიძესთან დებატები ხოთან ახლა იქნებოდა. აი ხო ნამდვილი დებატები იქნებოდა. აი ეხ ხო ნამდვილი დებატები იქნებოდა და არა რაღაცა რომ ესეთი რა ხელოვნურად შექმნილი ისა. მოდი აი მე 5 წელია ბეტი შეიძლება ყოველ ჯერზე როცა ესე კომენტარს მართლობა ხოლმე იმედი და პოსტინგი რომ მოდის ეგეთ განანახა ყოველ ჯერზე ვეუბნები რომ კითხვას რომ ისო პასუხს არ ცოდა ვეუბნები რომ თქვენთან მარტო პირდაპირ ეთერში. პირდაპირ ეთერში წამიყვანა ნებისმიერ დროს 5 წელია ვეუბნები ბეტი რომ წავალ პირდაპირ ეთერში. და ეხლა ვიღაცა უნდა მითხრას მე რომ რა პონჩი მიდიხარ იმედზე სადებატოთო 5 წელია ვეუბნები რომ გადმოვალ და წავალ ეხლა გადამიყვანა და მოდივარ გიждებით. ხო შანსი არ არის რა თქმა უნდა იასე წავალ და დაუჯდები და დაველაპარაკე. დაპატიჟებს ზურაგერჩი ჯაფარიძე დებატებზე და მე მხარს უჭერ რომ ეს დებატები შედგეს. აი ნამდვილი დებატები ხო? ნამდვილად თუ უნდათ რომ საზოგადოებასთან სიმართლე გაირკვეს, ხო? ვინ რა პოზიციაზეა, რატო ხდება ის რაც ქვეყანაშია, როგორ ავაშენოთ ნორმალური სახელმწიფო, ნორმალური გარემოთი, ნორმალური პირობებით, რომ ერთმანეთს აი ესე რაღაცა ციხეში ჩასმით კი არ ემუქრებოდეთ, ხო? ნორმალურ დისკუსიაში იყოს. და კი ბატონო, მე მხარს უჭერ ზურამ რომ დადო თავიდან ეს პოსტი, მე საპატიმროში ვიყავი და გამოქვეყნების შესაძლებლობა არ მქონდა, მაგრამ პრესიერად ვთქვი, რომ სწორია, რომ იყოს ნამდვილი დებატი, ნამდვილ, ასე ვთქვათ,
საზოგადოებისთვის ისეთ ადამიანებს შორის, რომლებიც წარმოადგენენ გარკვეული რაოდენობის ადამიანების აზრს. ხო, ფედერალისტების პოზიციას ნახავდით ალბათ, ასეთი ხედვა აქვს, რომ თუ კობახიძეს უჯდებით დებატებზე, შემდგომში როცა საერთაშორისო პარტნიორები დაელაპარაკებიან მას, ნუ გექნებათ კითხვები ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. ნუ მე ასე არ ვფიქრობ, თუ სიმართლე რო გითხრათ, ანუ კიდე ერთხელ ვამბობ რა, ვინ არის წარმოდგენილი ამ დებატებზე, იმას აქვს მნიშვნელობა, ხო? ხა ხელოვნურ რაღაცა, კიდე ერთხელ ეხლა დღეს რაც წარმოადგენს მათ დებატები, რა არის, რომ თავისივე თანაგუნდელები მეორე მხარეს დასვეს და იმას ედებატებიან. ნუ ეს ხო არ არის ნამდვილი ის რაზეც საუბრობთ, რასაც ჩვენ შეიძლება დებატები დავარქვათ რა. ამიტომ ზოგადად კიდე ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენი ამოცანა არის, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერსაც დავალაპარაკოთ და აუხსნათ ჩვენი პოზიციის სიმართლე. და ამის შესაძლებლობა ნამდვილად კარგი იქნება, თუ გვექნება, თუ დებატებში არ დაუჯდება პირობითად ზურას კობახიძე, მაშინ კი ბატონო, ჩვენ სხვა გზები უნდა მოვძებნოთ, როგორ ვესაუბრებით ამ ხალხს. მადლობა, მოკლედ ელოდებიან ოპოზიციის ლიდერები დებატებზე მიწვევას. ზურა ჯაფარიძე თავად იყო მოკლედ ამ ფორმატის მომთხოვნი და გამორიცხული არ არსებობს ეგეთ რაღაცაზე დათანხმდა მაგის უფლებას კობახიძეს რო უნდოდეს მართლა. აი ხო წავიხოშებ იყოს რეალობა, როცა კობახიძეს არ წყავს მეგობარი და რაღაც გარემო არა აქვს საერთოდ ეგეთი, მაგრამ რო წავიგოს კობახიძის სოციუმი აწებოდეს კობახიძეს მორალურად და ეუბნებოდეს, რომ აი კაი რა შეჩება რა მოგივიდა რაღაცა ჯაფარიძე მე-5 თუ მე-10 გეუბნება რომ რაღაცა და მიდი რა უხერხულე დაუჯეგი. მაგ შემთხვევაშიც კი შევიდა თავი დავდო რომ ივანიშვილი მაგას არ მისცეს უფლებას რომ მე დამიჟდა და დამელაპარაკოს. ამიტომ ეგ გამორიცხული პროპაგანდა არ მუშაობს, ეგრე პროპაგანდა მუშაობს. კონკრეტული მათი პროპაგანდის მიზანი ხა არის რომ საკუთარი რაღაც აუდიტორი ბაბლი რომელიც ყავთ მოქცეულა მინედის და პოსტივის და ამის საინფორმაციო იმაში მაგათ უბრალოდ მიცეთ სალაპარაკო მესიჯები. მაგათ პროპაგანდა იმას აღარ მუშაობს რომ ვიღაცა აქედან იქით გადაიბიროს. მე გარი უბრალოდ თავის ვინც ყავთ უკვე მოქცეული იმას სალაპარაკო მესიჯები მისცეს რომ რაღაცას რო ეტყვი რომ რაღაცა რატო არის ფასები მაღალი, ამა რაღაცა ბოდვა გაიმეოროს რომელსაც იქიდან მოისმეს. მეტი მაგას შინაარსი არ აქვს მაგათ პროპაგანდას. ამიტომ ცხადი ეგენი არ დაждდებიან და მე არ დამელაპარაკებიან. ძალიან არანორმალურ ვითარებაში ვცხოვრობთ, ხო?